წონის დასაკლებად შიმშილი აუცილებელია, მოდი განვიხილოთ. კარგი შეკითხვაა და გეტყვი რომ პირიქით მეგობარო, შიმშილი ძალიან არ ვარგა ბევრი მიზეზით. რამოდენიმეს გეტყვი ახლა და შენით მიხვდები. პირველ რიგში შიმშილი ორგანიზმისთვის სტრესია, გამოიყოფა სტრესული ჰორმონები და ამ სტრესული ჰორმონების ფონზე ცხიმისწვა და პროცესები არ მიდის ისე როგორც საჭირო, ანუ ცხიმისწვა ჩერდება და ბევრი პროცესი ძალიან. შემდეგ ორგანიზმს გააჩნია თვითგადარჩენის ინსტინქტი, ანუ შენ რო ცოტას და ცოტას ჭამდა შიმშილობ, ორგანიზმი ფიქრობს, რომ აიმე ვერ მოიპოვა ამან ენერგია და საკვები ელემენტები და დღეს ნაკლებ ენერგიას დავხარჯავ და მეტაბოლიზმს ანელებს და პლუს კიდე შიმშილის მერე ჭამას რო დაიწყებ, სამაგად მოიმატებ წონას, ეს გამოცდილია. აბა შენც თუ გამოცდილი გაქვს კაცრი დიეტები და ისე მოიმატე წონა, გულწრფელი იყავი, დაწერე კომენტარებში და თუ გინდა ბოლოს და ბოლოს შიმშილის და სტრესების გარეშე დაიკლო წონაში და გვერდში ყავდეს პროფესიონალი კონსულტანტი, მოგწერე პირადში, ასევე გამოიწერე ჩვენი არხი, კვებაზე აქ უამრავი ვიდეო იქნება და აი ასეთ ინფორმაციებს მიიღებ.